მოგესალმებით ჩემო მსმენელებო. დღეს საინტერესო თემებზე მინდა ვისაუბრო, როგორც ყოველთვის. დღეს გვექნება ასეთი თემა, რა მოხდა პასექის დროს სერობაზე. სერობა დაარქვეს, სერობა მოგეხსენებათ, ეს არის საღამოს სერობა, ანუ საღამოს სადილი ვახში. როცა იკრიბებიან ადამიანები და ეს იყო არა უბრალოდ სერობა, არამედ ეს იყო პასექის საღამო. ასე უწოდებენ ამ ტრადიციულად სახარებისეულად პასექის საღამო ქვია 12 მოწაფის შეკრებას. სადაც იესო ქრისტეს პურსა და ღვინოზია საუბარი. როგორც ტრადიციული მართლმადიდებლობა ამას ამტკიცებს. მოკლედ დავიწყოთ, ნახეთ. რა მნიშვნელოვან რამეზე მინდა გამომახვილოთ თქვენი ყურადღება. ლუკას ახარება 22 თავი. მე ხამას წავიკითხავ და შევეცდები რომ დეტალურად აგიხსნათ რა ხდება აქ ამ 22 თავში. მარტო ლუკას ახარებაში, სხვათა შორის დააკვირდით ამას. რატო მარტო ლუკას ახარებაში? იმიტომ რომ ლუკას ახარებას გადმოსცემს დეტალურად რაც მოხდა იქ, ვიდრე სხვა სახარებები. განსხვავებულად გადმოგცემს აი მაგის თქმა მინდა, ვიდრე ზოგადად სხვა სახარებები. აი მაგას მინდა დააკვირდეთ თქვენ აუცილებლად რა. დავიწყოთ. დაი პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაულიც მოახლოვდა. მღვდელმთავარი და მწიგნობარნი ხერხს ეძებდნენ, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. და შევიდა სატანა იუდაში ისკარიოტელა წოდებულში, რომელიც 1:12-თაგანი იყო. წავიდა და მოელაპარაკა მღვდელმთავრებს და მცველთა მეთაურებს, როგორ გაეცა მათთვის იესო. გაუხარდა და დათანხმდნენ ვერცხლის მიცემას. მანაც აღუთქვა მარჯვე და მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რომ ხალხის დაუსწრებლად გაეცა იგი. დადგა უფუარობის დღე, როცა საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო. ნახეთ? დააკვირდით მეგობრებო. დადგა უფუარობის დღე, ანუ პასექის დღე, უფუარობის დღე იყო, უმფრუნო მაგედან მოდის ებრაული მაცა. პასექის დღესასწაულიდან. რომ საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო. საპასექო კრავს კლავდნენ ხალხო. ხვდებით რა ხდება. იესომ პეტრემ და იოანე გააგზავნა და უთხრა: "წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ." პასექი მოამზადეთო, ზიარება და აღსარება და ისინი კი არა უკაცო. პასექი მოამზადეთო, რომ ვჭამოთო. კითხეს, სად გინდა რომ მოამზადოთ? უთხრა: "აჰა, ქალაქში რომ შეხვდათ, კაცი შემოხვდებათ, რომელსაც წყალი მეაქვს დოქით და იმ სახლამდე მიხევით, რომელშიც შევა. უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარი გეკითხება თქო, სად არის სასტუმრო ოთახი, რომელ ჩემს მოწაფეებთან ჭამო პასექი? და გიჩვენებთ ის დიდ მოფარდაგებულ ზედათვალს, იქ მოამზადეთო." წავიდნენ და იპოვეს, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი. ანუ პასექის დღესასწაული მზადდებოდა. და თქვენ ამაზე უნდა გამახვილოთ ყურადღება, როგორ აღესრულებოდა პასექის დღესასწაული. ეს აღსარება ზიარება კი არ არის ხალხო და წირვაზე დასწრება კი არ არის აქ, ნათქვა. პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა და პასექი უნდა აღენიშნა, რომ ჭამო ის დაკლული კრავი, ხო და კრავს კლავდნენ პასექზე. ისტორია ცოცხლდება, მეგობრებო, ისტორია უნდა გაცოცხლდეს თქვენ თვალწინ. და მე მიხვდებით თქვენ რა სიცრუეში ხართ ამდენი წლები. ეხლა მოუნდება ამასაც მოწერები რა. ნახეთ, დააკვირდით. შამა რომ მოაღწია, დაჯდა იგი და მოციქულების დასხდნენ მასთან ერთად. უთხრა მათ: "დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. ვინაიდან გეუბნები თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში." დააკვირდით ამ სიტყვას, მეგობრებო, და ბრმად ნუ მიენდობით ამ ხალხს რა, ამაოებს ემაქ საუბარი და საერთოდ მრევლს.
რაზეა საუბარი, მინდა რომ თქვენი თვალებით, გონების თვალით დაინახოთ ეს ყოველივე. მოციქულებთან დაჯდა და უთხრა: დიდად სურდა თქვენთვის მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ, მაგრამ ვინაიდან გეუბნები თქვენ რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ ახსოვდება იგი ღმერთის სამეფოში. დააკვირდით. აღარ ვჭამო ამ პასექსო, ანუ აღარ ჩავატარებ ამ ყველაფერსო. ვიდრე არ ახსოვდება ეს ღმერთის სამეფოში, ანუ მომავალში როცა მოვა ქრისტე, თავისი დიდებით. ხვდებით ხო რაზეა საუბარი? და მერე გრძელდება. აიღო სასმისი. სასმისი აიღო, ბარძიმი არა, აიღო სასმისი. მადლი შესწირა და უთხრა მათ: აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის. გაინაწილეთ ერთმანეთს შორის. ანუ ჩამოტარების ტრადიცია. სასმისი, ღვინით სავსე და ჩამოტარების. აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის. რადგან გეუბნებით თქვენ, ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ამ ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო. იესოს მიზანი არ ყოფილა, რომ ეს სასმისი თავის სისხლად ექცია და თავის სისხლით დაელევინებინა მოწაფეებისთვის. ლუკას ახარების 22 თავს გიკითხავთ, ვინც ახლა შემოხვიდით. ანუ არავით არის სისხლად გადაიქცევა ცოდვების მისატევებლად, არა, უბრალოდ იღებს სასმის, აკურთხებს მადლის შესწირა და უთხრა მათ: აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის. გაინაწილეთ თქვენ, მე კი არა, თქვენ გაინაწილეთ თქვენ. კარგად დააკვირდით კიდე მომენტები. პასექის დღესასწაულია, ხალხო, პასექის საღამოა. წელიწადში ერთხელ ტარდებოდა და ისიც იესომ თავისი ტანჯვის წინ ჩაატარა, წინა დღეს ჩაატარა. აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფს უწოდებს ღვინოს, ვაზის ნაყოფს, სისხლს კი არ უწოდებს, ვაზის ნაყოფს უწოდებს. აღარ შევსვამ ამიერიდან ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო. ღმერთის სამეფო უნდა მოვიდეს თქვენში. აღარ შევს, ანუ ამით მიანიშნავთ, თქვენ აღარ ჭირდება ზიარება ღვინის სახით, თუ თქვენში უკვე ღვთის სამეფო მოვიდა. ეს არის მთელი მისტერია ქრისტიანობის, ქრისტეს გამონათქვამის. ღვინოს არ უწოდებს სისხლს, ხალხო. გავაგრძელოთ ახლა, ჩავყვეთ ბოლომდე, ეს თავი ძალიან მნიშვნელოვანია და მერე თქვენ თვითონ უპასუხეთ თქვენს მამაოებს და თქვენს მოძღვრებს, რას ქვია უღირსად ზიარება, ან ვინ არის ღირსეული, რომ ეზიაროს. წარმოგიდგენიათ, რამხელათი თავხედები არიან, რომ უღირსად ეზიარება მრევლი, ანუ ჯოხს გირტყავენ მრევლს, რა გროს გავენ არასწორად, ხალხო. რა უღირსად ზიარება ხوار აკლიათ ამათო. იქ რომელს უთხრა იესომ, იუდას უთხრა, პეტრეს უთხრა თუ რომელ მოციქულს უთხრა, რომ უღირსად არ ეზიაროთო. თუ წარსულზე ლაპარაკი დაუწყო იუდას. ეხლა ნახეთ თქვენ კიდე რას გიმალავენ. ქრისტე ამბობს, რომ ვინც ჩემს სისხლსა და ხორცს ჭამს, მე მასში ვარ და ის ჩემშია. ის მკვდარია ცოდვისათვის, თავისუფალია ცოდვის ბატონობისგან. ანუ სად არის ქრისტიანული თავისუფლება, ხალხო? ჩვენ იმიტომ ვიღებთ ქრისტეს სისხლს და ხორცს, რომ კვლავ შევცოდოთ? არა ხო? გაწმენდა რას ნიშნავს? არ არის ეს რაღაცა ტრადიციული, რომ მე თუ არ ვეზიარე, ვერ გადავრჩები. ეს არ არის მართლმადიდებლური ქრისტიანული სწავლება. იესოს ესეთ რაღაც არ უთქვია, რომ ვინც ამ სასმიდან არ ეზიარება, წარწმდება. არა, საერთოდ არ ჭირდება ქრისტეს იქ რაღაცა ღვინის დალევა, რომ შენ ცხონდე. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც ავაზაკის ცხონება ჯვარზე, ხო? საერთოდ არის და ეს ამ სისხლში მოინათლა. რა სისხლში მოინათლა, რა სისხლში ეზიარა, ხალხო? ელემენტარული. იწამა ქრისტეს სიტყვები დაიჯერა,
აღთქმული დაიჯერა, რომ დღესვე ჩემთან იქნებიო, დღეს აქედან უკვე ჩემთან იქნებ 60 დღეშიო და დაიჯერა ეს უბრალოდ სასופველოდ დაიჯერა. აი დაჯერებაც კი უბრალოდ რო ერწმუნა აბრაამივით, ხო, ერწმუნა. ისეთ რაღაცასაც კაცობრიობა ვერ ერწმუნებოდა, აი ეს ერწმუნება ჩაეთვალა უკვე გამართლებად და ცხონებად. და თქვენ იძახით, რომ მადლი უნდა მოიხოჭო და მოქმედებები და რაღაცა ღირსეული ზიარება ვის გაუგია ხალხო. რომელი ვართ ჩვენ? აი ქრისტიანები რომ ვინმე ღირსად თვლიდეს, დამსახურებულად თვლიდეს ქრისტეს სისხლდახურთა მიახლებას. აი ვინ არის ეს არასწორი სწავლება, საიდან შემოდის? თეოდორ გიგნაძეებიდან, ხო? მარტო მაქედან არ არის, იმის უკან ვიღაც დგას, ვინც ამას აწვეთებს, რომ ესე ილაპარაკე. ამას ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე არ უნდა ლაპარაკობდეს ვიღაც მღვდელი თეოდორე გიგნაძე. უღირსად ზიარება, არა მარტო მაგაზე არა მაქვს ჩაციკლა კაცო. ადამიანები აი ნებისმიერ მღვდელი გადახედე, ყველა მაგას იძახის. უღირსად არ ეზიაროთ, უღირსად არ ეზიაროთ და პავლეს წერილები მოყავთ ხოლმე. თითქოს ეს პავლე რაღაცა დიდი ბრძენი ვიღაც არის რა. პავლე რომელიც ქრისტიანებს ხოცოდა და მე რატომღაც ქრისტიანთა ქადაგებლად მოგვევლინა. სისულელე. პავლემ რა იცოდა ქრისტემ იქ რა გააკეთა? ან რატო ახსნის თუ ებრაელია, რატო ახსნის რა ჩაატარა, რა ერქვა იმას? პასექის აღამოერქვა. არავით არის საიდუმლო სერობა არ ერქვა ეს. გავაგრძელოთ. ტექსტიდან ვკითხულობ მე. აი ნახეთ დაუკვირდით მე რაზე მაქვს საუბარი თქვენთან. ეხა იძახია რომ შენ ვინ მოგცა ეს ხარისხი, არც ერთი აკადემიკოსები არ დაგეთანხმებიან, ვინ რას ბოდიელობ შენით რატო განმარტავ, წმინდა მამები იკითხა და 1000 სისულელებს დაგაყრია. მაგრამ ნახე ქრისტე რას გეუბნება? მარტივად გეუბნება რა. ვინ ჩემს სიტყვას ისმენს და ასრულებს მას პრაქტიკაში, ის არ გადავა სიკვდილში, არამედ გადასულია სიკვდილიდან სიცოცხლეში. ეს ყველაფერი რაც ჩვენ ხედავთ სხეული რაც არის, ეს არის სიკვდილი. რადგანაც ექვემდებარება სიკვდილს. ყველაფერი რაც წერია ბიბლიაში, ეს არის სიკვდილი. მოსეს კანონები, არავითარი სიცოცხლე მასში არ არის. სიცოცხლე დაწერილში არ არისო, პავლე ამბობს, წიგნი კლავს სული აცოცხლებს. წიგნი კლავსო. ამას ენოქის წიგნში წერია, დღემდე ის ნაწერები რასაც წერო, კლავსო, მასუსტებსო. წერილობის სახით იესო არ მოსულა, რომ წერილობის სახით გადმოეცა სასופეველი. სასופევლის არსება ის მოვიდა, რომ შენ ეს შეიგრძნო, შენ ეს შეიმეცნო, ზნანენი, ანუ მეხსიერება აღიდგინო, რომ საიდან ხარ, ეს სინათლე შენშია, აი ამაზე თქვა. უნდა გააღვიო, უნდა იპოვო. უნდა შეიმოცნო, რომ შენ სალამოხვიდოდი სხეულში მანამდე არსებობდი. როგორც იერემიას ეუბნება, სანამ ჩაგსახავდიო, მანამდე გიცნობდიო და ხალხი წინასწარმეტყველად დაგადგინეო. თუ პარალელებს ვავლებთ რა, მე უბრალოდ ბიბლიასთან მაქვს შეხება, რომ აი თუ ესე არ არის, მაშინ იერემიას საიდან ეუბნება, რომ მანამდე იცნობდა თუ არ არსებობდა ჩასახვამდე, ხო? პარალელებს ვავლებ, უბრალოდ კი არ ვეთანხმები, პარალელებს ვავლებ. მათთვის ვინც ეჭვიებარება ამ სიტყვებში და აწერენ გნოსტიკებს. არავითარი გნოსტიკები არაფერ შუაში არ არის. პირველი ქრისტიანული აზროვნება იყო უბრალოდ იესოს სიტყვების მიმდევრობაში. რა მითხრა ამ კაცმა, როგორ უნდა გავიაზრო, რანაირად ჯდება ის მოსმენილი ჩემს რწმენასთან, ემთხოვა კი ქრისტეს ნათქვამი ჩემს ცხოვრებას. ეს არის მთავარი ფუნდამენტი ქრისტიანული მოძღვრების, საფუძვლის, რომელსაც თითქოს მართლმადიდებლობა დაარქვეს. არავითარი კავშირი არა, კიდევ ერთხელ გეუბნები, მართლმადიდებლობას. თუ სიმართლის თქმა არის, მაშინ რანაირად ეწინააღმდეგება ქრისტეს გამონათქვამებს შენი მართლმადიდებლობა. და გარდამოცემებზე რატო არის დაფუძნებული, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იესოს გამონათქვამებთან. აი მოდი ესეთ მარტივ საკითხს დავსვათ რა. მე მაქვს ხოლმე მოძღვრებთანაც საუბრები ამ თემებზე და ვერ მცემენ პასუხებს. აბა შენ გაგვანათლეო, შენ ხო ბრძენი ხარო და რაღაცა. არა, მე სიბრძენზე არ მაქვს საუბარი. სიბრძენე ღვთისგან არის და ღმერთის სიბრძენე ქრისტე არის. ეხლა ნახეთ რა ხდება უყურე. აი რომ მოვიდეს იესო ქრისტე და რომ გითხრათ, რომ ყველაფერი რაც ეს თქვენმა მამებმა გასწავლეს მოძღვრებმა, ეს ყველაფერი ტყუილია და არაფერი კავშირი არ აქვს ჩემს ნათქვამთან. აი რომ მოვიდეს ქრისტე და გითხრათ. აი რა დაგემართებათ უბრალოდ. თქვენი აზრი მაინტერესებს. უბრალოდ დაუშვით ესა. ფიქრში დაუშვით, რომ იესო მოდის და ბრაზდებს ეკლესიას. პასუხს თხოვს ეკლესიას, რომ მე თქვენთვის ეს არ დამივალებია. თქვენ რატო აკეთებთ ამას? აი ეს, აბა უბრალოდ დაფიქრდით. მოდის და გეუბნებათ, აი უბრალოდ რომ გითხრათ, აი თქვენ რა დაგემართებათ, ხო? მე ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი წელი ასე მგზარდეს მართლმადიდებლურ სივრცეში. 20 წელი წარმოვიდგენიათ, 7 წელი აკადემიის სემინარიაში, 20 წელი მგალობლა და უცბად დგება დრო, რომ ეს ყველაფერი არის წყევლა. არაფერი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობას იესოს სიტყვებთან. სახარება მგდელმა არ იცის ხალხო, ჩემგან გაიგო მამა ბასილიმ, რომ ბიბლიაში
ღმერთი გველესაწყევლის ჩემგან გაიგო ღვთელმა, ეს არის სირცხვილი. სირცხვილი არის. რა უნდა მაკაც ბლად ხალხო, ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე საერთოდ არც უნდა ილაპარაკოს. კაცმა არ იცის რომ თურმე ღმერთმა გველი დაწყევლა. და ჩემგან იგებს ამას პირველად. კაცი რამდენი ხნის მოძღვარი არის. დეკანოზია თანახარისხი. სირცხვილია ეს უბრალოდ ხალხო. მე არ უნდა ვლაპარაკობდი ამაზე. მე არ უნდა მიწევდი ეს ამაზე ლაპარაკი. მაგათ აქვთ ეს ჩაბარებული და მაგათ მიეცათ ხო ეს სასუფეველის გასაღები, როგორც იძახიან, მოციქულთა მემკვიდრები ვართო. სირცხვილია უბრალოდ. და იძახიან უღირსად ზიარებაზე და რაზე აქვს პრეტენზია, ნახე, ღირსეულად უნდა ვეზიაროთო. რომელია ერთი თქვენ შორის ქრისტიანი, რომელიც თავს თulis ღირსეულად, მაზიარებლად. აი ღირსეული მაზიარებელი რას აქვია? რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იესოს აღწერილი იმ პასექის საღამოს და რაც იქ ჩაატარა და როგორ და რანაირად მოხდა ამას დეტალურად აგიხსნით ახლა თქვენ, იმიტომ რომ იესო ქრისტე ლუკას სახარებაში არის ებრაელი და პასექის დღესასწაულზე ზის. რა შუაშია ქართველობა, მამაობები, მართლმადიდებლობა, ტიპი იყო ებრაელი, წინადაცვთილი პასექს ატარებდა. რა შუაშია ისრაელი საქართველოსთან ხალხო არ გამაგიჟოთ თქვენ. პასექი და მამა თეოდორე გიგნაძე და პასექის საღამო იესოსი? არ არის იესო ქრისტე, ბიბლიური იესო ქრისტე ქართველების ღმერთი, არ არის, გაიგეთ ეგა. არც იესო არ ყოფილა ქართველი ბიბლიას თუ დაუჯერებთ. რომელი ქართველი გინახია წინადაცვთილი პასექის დღესასწაულს აღნიშნავდეს ხალხო, არ გამაგიჯოთ და ამას რაღაცნაირად საიდუმლო სერობას უწოდებდეს და ზიარებას. რა შუაში არის? აი ეს რა შუაში არის, რაც იესო მაგ გააკეთა სახარებაში, აი დამისახელეთ მუხლი, სადაც პასექის საღამო არ არის მოხსენებული. იმ დღეს, სანამ ქრისტეს ატანჯავდნენ, იმის წინა დღეს, იესო ქრისტე აღნიშნავს პასექის წინა საღამოს. პასექის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა სახარებაში 4 თავში, რავი, ბიბლიას ვერ მანახებ, რომ ეს არ ეწეროს. რა შუაშია ქართველებთან და ქართველ ღმერთთან პასექის დღესასწაული და იესო ქრისტე ამიხსენით ხალხო. ამიტომ არ ცდება მამა ნიკოლოზი, რომ იძახის იესო ქრისტე ღმერთი არ არისო. არ არის ღმერთი. ქართველების ღმერთი მით უმეტეს არ არის. იმიტომ რომ ბიბლიიდან თუ ხელმძღვანელებ და ებრაელთა დაწერილიდან, ხო? იესო ქრისტე არის მხოლოდ ებრაელების ღმერთი. მარტო ისრაელის დაკარგული ცხოვრებისთვის მოვედიო. ჩვენ გვერდზე გვწევს. მე არ მჭირდება ესეთი ღმერთი. მეც ანალოგიურად ვეთანხმები. ამ გაგებით კი ბატონო არ არის იესო ქრისტე ღმერთი. აბა ვინ არის მაშინ ქართველების ღმერთი? იქემა ეს ყველაფერი გაფილტრული მასალაა რომაელების და რაღაცნაირად ძველახმაში და იახვესთან როცა გადაგვამისამართოს. იმიტომ რომ ჩვენ თუ დავეთანხმებით ლუკას სახარებას, ლუკას სახარებაში იესო მოწმობს სამუნებიდან, ესაიადან, ჯულში ჩემზე ეწერაო, მოსემ ჩემზე დაწერაო. მოსე და ქრისტიანი ხალხო? სად მოსე და სად იესოს კანონები? აი არ შეიძლება იესო და მოსე დავაკავშიროთ ერთმანეთთან. რქებიანი მოსე და იესო სიყვარული. არ შეიძლება ამათი შერევა რა. ვერანაირად ვერ შეიძლება. თქვენ წაიკითხეთ ბიბლია, ელემენტარულად თუ გინდა ლუკას სახარება წაიკითხეთ. ვერსად ვერ ნახავთ რომ იესოს კანონები მოსეს კანონებს ემთხვევა. ვერსად ვერ მანახავთ ბიბლიაში რომ მოსე ქრისტიანი იყო. ან მოსე ქრისტეს ეწერდა. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. მეორე ჯულის 18-იც კი არ არის იესო ქრისტეზე. ჩემ ძმებიდან აღგიდგენთო თქვენ წინასწარმეტყველსო, ჩემსავით ილაპარაკებს და მას მოусმინეთო. ჩემ ძმებიდან აღგიდგენთო, იქიდან კი არ მოვავს ზეციდანო კაცო. იქნებ ეგ ჩამატებულია ლევან პასექის დღესასწაულის აღნიშვნა. არა, ჩამატებული არ არის. ყველა 4 თავში რამდენი წელია მაგას ვკითხულობ. ყველგან პასექის დღესასწაული აღნიშნული. რომაელებს ჰქონდათ ესეთი ტრადიციაო. ნახე, პასექის დღეზე ამ დღეს ებრაელების საპატივსაცემლო ერთ-ერთ პატიმას უშვებდნენ. ხო წერია იოანეს სახარებაში. და პილატემაც შესთავაზა, რომელი გაუშვაო, თქვენი მეფეო, იესოო თუ ბარაბაო, რომელი გინდათო. იმ დღეს ეს წესად ჰქონდა რომაელებს. საპატივსაცემლოდ ერთ პატიმარს უშვებდნენ და იესო გააშოლტვინა და ბარაბა აირჩიეს ხალხმა. ანუ პასექის დღეზე მოხდა ეს. და იმის წინაღამეს იესო ქრისტემ აღნიშნა ეს ტრადიციულად, სადაც კრავი იკლებოდა. ანუ სისხლად კი არ აქციაო, კაცო, კრავი დაკლეს, იმ ყველა სუფრაზე იკლებოდა კრავი, ეს წესი იყო. გასახსენებლად ეგვიპტიდან გამოსვლიდან, ანუ ისევ ძველი მოსესთან გვაგდებს. ფაქტიურად იესო პასექის აღნიშვნით მოსეს კანონს ამყარებს ისევ. მამა ნიკოლოზმა სიტყვას ასე დაწერა, იესო ქრისტე არ არის ღმერთი, მარტო ქრისტეა ღმერთი. კი, ესე დაწერა და მე ვეთანხმები, ანუ მეც ესე დავწერე. მეც ესე დავწერე ჩემს სიკში და ვერ გამიგეს მაგის გამო რა. მამა გაბრიელმა ხო მითხრა მე, ლევან, მე და შენ ისეთივე ერთი ვართ, როგორც მამა და იესოა ერთიო.
ეს ერთიანობა, ეს განხთულობა, რაც იესო მოიტანა, ნამდვილმა იესო მოიტანა. მაგრამ ბიბლიური იესო სხვა რაღაცას, ბიბლიური იესო გვაგდებს იახვესთან, ძველ აღთქმაში გვაგდებს. აიო, ეწერაო ჩემზეო და იმის შეასრულებლად მოვედიო და მოსემ ჩემზე დაწერაო და პასექის დღესასწაულს ასრულებს ხალხო იესო თქვენ სახარებებში, რასაც მამაოები გაკითხებენ. ეხლა ნახე, მოდი მივწვდეთ და ჩავწვდეთ გამონათქვამებს. ანუ რას ამბობს კიდე, რა ხდება ზოგადად, რა არის ეს პასექი? მოდი დავეკითხოთ ებრაელებს. მოდი შევეკითხოთ ნებისმიერ რაბინს, რა არის ეს პასექი? რატო აღნიშნავენ პასექს? რასა ისა კავშირი აქვს ამას იესოს ზიარებასთან, ან მამაოების ზიარებასთან, ან ეკლესიის ტრადიციული მართლმადიდებლური ზიარებასთან. ხო, კითხვა ჩდება არა, სად იესოს პასექი აღნიშნა და სად მამაოს რაღაცა ზიარება. გავაგზავნოთ. ანუ ესე იგი 12 მოწაფე არის და თქვენ იცით რომ იესოს 12-ის გარდა 70 ეწყავდა, მაგრამ რატომღაც 70 მოიშორა თავიდან, თითქოს ისინი წარწმიდა, ასე გამოუვიდა, რაღაც არ დაპატიჟა და მარტო რაღაც 12 გამოარჩია, რაღაც 12, ხო იცი ებრაული რიცხვია 12 და ეს 12 უნდა დაგვისვას ჩვენ გამკითხველებად იქ, როცა მოვა რა, ჯერექს სისულელი. და ყველა ებრაელი იქიდან ქართველი არავინ არ არის. ეხლა ნახე რა ხდება. სასმისი ხო აიღო და ჩამოატარეთო, აიღე და გაინაწილეთ ერთმანეთს შორისო, აი ეს მოხლი ნახეთ 22-ს მე-17 მოხლი ლუკას ახარება გადაშარეთ 22 თავის მე-17 მოხლი. პირველი სასმისი აიღო და აიღეთ და გაინაწილეთ თქვენ შორისო. აქ არ არის არც კოუზი, არც ბარძიმი, არაფერი. აქ არის შენ უნდა გაინაწილო. მე გაძლევ, შენ ანაწილებ ერთმანეთში. როგორიც იყო ტრადიციული ზიარებას რო ეძახიან ძველ მართლმადიდებლობაში. ძველ მართლმადიდებლობა არც იყო ეს, ძველად მოწესენი ერქვა. მოწესეებს ეძახდნენ. ანუ მოწესეები ძველ ქართულად არის მოწმეები, ქრისტეს დამოწმებლები დედამიწაზე. ეს იყო ადრინდელი მართლმადიდებლობას რო ეძახიან, ეხა ეს მართლმადიდებლობა დღეს რაც არის, ეს არ არის ადრინდელი ქრისტიანული მართლმადიდებლობა. ზოგადად მართლმადიდებლობა სიტყვა კათოლიკური არის. La cattolica ortodoxia. ანუ მართლმადიდებლური კათოლიციზმი. ასე არის აღებული რომიდან მოდის ეს ტერმინი. არავით არ ეკავშირებდა ამას ჩვენ ქრისტიანობასთან, რასაც ჩვენი წინაპრები იცავდნენ. სხვა განსხვავებულია. რომის კათოლიკური მართლმადიდებლობა გასაგებია, მაგრამ ზიარების ტრადიციაც განსხვავებული არის. საღამოთი ატარებენ. აი როგორც აქ არის პასექის საღამო. კათოლიკებიც იცავენ, ისე როგორც პეტრემ დაუდგინა. დღემდე ამ წმენაში რჩებიან. მაგრამ მე მაქვს ესეთი პრეტენზია, ანუ როგორც ქრისტიანი და ქართველი ქრისტიანი, მე მაქვს ესეთი პრეტენზია კათოლიციზმის მიმართ რა. ესენი ამობენ რომ კათოლიკები არიან პირველი ეკლესია, რომელიც იესომ დააფუძნა და ყველა მართლმადიდებლობა, ანუ ასე ვთქვათ, ყველა ქრისტიანი უნდა ემორჩილებოდეს და აღიარებდეს რომის პაპს როგორც უცნობელ არსებად, თეს სოფლიოზე და ნაცვალ ღმერთის ნაცვალ დედამიწაზე. მე მაქვს ესეთი უბრალოდ კითხვა, რომ შეიძლება შემთხვევით პირიქით ჩვენ ხო არა ვართ ქართველები, პეტრეს ეკლესია, რომელზეც იესომ თავის ეკლესია აშენა, უხილავი ხელთუქმნელი ეკლესია. ეს ვართ ხო ჩვენ ნაწილები, 7 კაცი იქნება თუ 10 კაცი იქნება თუ 50 არ აქვს მნიშვნელობა. მთლიანი მართლმადიდებლობა, რომელსაც ჩვენ ვაქებთ და ვადიდებთ ასეთო ვეთაყვანებით. რა იცი რომ ჩვენზე არ დააფუძნა იესო ქრისტე და ჩვენთან არ არის. ის გასაღები რაც პეტრეს მისცა ის ორი გასაღები ხატებზე მარტო პეტრეს აქვს. სხვას არავის არ, არც ანდრიას, არც თომას, არც მათეს. მარტო პეტრეს აქვს და კითხვა მიჩნდება კაცო. ესე იგი პავლე წერს რომ არსად მიქადაგიაო იქო, სადაც უკვე სხვა მიქადაგაო, რომ სხვის საძირკველზე არ მეშენებინაო, რომაელთა წერილში წერს. ანუ პავლე ჩვენ ვიცით რომ რომში იქადაგა და თავი მოკვეთეს მაგ ქადაგების გამო. ხო და ეხლა მიჩნდება ესეთი კითხვა რომ პეტრემ თუ იქადაგა პავლემდე, პავლე რანერად ამბობს რომ მე არ მიქადაგია იქ სადაც სხვა ქადაგებდა, ანუ არ ამეშენებინა სხვის. ესე იგი, სხვის საძირკველზე თუ არ აშენებდა პავლე, რომში არ ყოფილა პეტრე მოციქული. რა ის რომის ეკლესია კათოლიკური და ეგარი არიან სწორეები. თავშივე არასწორეები არიან. პირველი პაპი რო ყავდა, თავიდანვე არასწორია. მე მაგ 8 წიგნეული წაკითხული. კლიმენტი რომაელის. ანტიტრინიტარული განცხადებებით არის სავსე. იქ უარყოფს რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. და მამას აყენებს უწინარესად, უწინარესი მამაო. და იძახის კიდევაც რომ ჯერ რომ მამისაგან გამოდის სულიწმინდა და მე ძისგან გამოდისო. ეს არის კათოლიციზმის მწამსი. და მართლმადიდებლები რაზე ედავებიან? მართლმადიდებლები იმაზე ედავებიან, რომ თუ სამებას ვაღიარებთ, ხო? მაშინ უნდა ვაღიაროთ ძისგან სულიწმინდის გამომოლაც, ხო? მაგრამ თუ ვაღიარებთ ძისგან სულიწმინდის გამომავლობას, მაშინ ჩვენ უკარგავთ იესო ქრისტეს ცხებულებას და მამას უტოლებთ. რის გამოც მოკლეს იუდეველებმა. ანუ რაღაც კონტექსტში მართლმადიდებლობა სწორია.
რა აქვს საფუძველი რომ იძახის სულიწმინდა ძისგან არ გამოდის. თუმცა კათოლიკებსაც აქვს სწორი არგუმენტი რომ სახარებაში წერია რომ დახშულ კარებში მივიდე და შეუბერა სულიწმინდა და უთხრა მიიღეთ სულიწმინდა. ანუ ძისგანაც გამოდის. და თქვენ ფიქრობთ რომ მარტო ეს გახდა პრობლემა ამ ორი დიდი რელიგიის გახლეჩვის? აი ეს რაღაცა გამომავლობა სულიწმინდისა და მამისგან თუ ძისგან? არა მეგობრებო, აქ სუფთა პოლიტიკური, წმინდა პოლიტიკური დაპირისპირება. ეს იახვეს კანონები არის. იახვემ დაატაკა ეს ორი დიდი რელიგია ერთმანეთს. შეუძლებელია ქრისტეში იყოს განხეთქილება. არ არსებობს ესეთი რაღაცა. იესო ქრისტე არის გამაერთიანებელი. იახვე ყოფს. ბოროტი ღმერთი ყოფს, როგორც ადამი დაშალა ორ ნაწილად და ქრისტე მოდის ამ გაყოფის გამაერთიანებლად. ამიტომ სირცხვილია დღეს კათოლიკები და მართლმადიდებლები რომ ერთმანეთზე იშვერენ თიც და ღდელს ვერ მანახეთ მართლმადიდებლებს რომელიც კათოლიკე არ ესესღება. არ შეიძლება ეს. ზიზღი არაქრისტიანული არის. თუნდაც განსხვავებული სარწმუნოება იყოს, შეიძლება ამაზე საუბარი და შეიძლება ამაზე შეთანხმება. მაგრამ არ დაждდენ, არ მოილაპარაკეს, იმიტომ რომ მაგათი მამა არის ცრუ. მათყუ არა დემიურგი, ბოროტი ღმერთი ყავთ. მე რო წერილებს გიკითხავთ თქვენ ამ ძველ აღთქმას ვერ გასწდები, გაგდებ ძველ აღთქმაში, იახვესთან მიყავხარ. ნებისმიერ ახალ აღთქმის ნაწერს და მუხს მიყავხარ ძველ აღთქმაში. აგერ ხედავ იესო ქრისტე პასექის დღესასწაულს ატარებს თავის ტანჯვის წინა დღეს. კომენტარებს ვერ კითხულობ, მე გადავხედავ და პირადად მოგწერთ. უბრალოდ თემა არ მინდა რომ წამეშალოს, მინდა რომ ბოლომდე გადმოცეთ ჩემი სათქმელი. და დანარჩენი უკვე თქვენ გაანალიზეთ. და შეგეძლოთ წყაროები მოიზიოთ. გავაგრძელოთ, ნახე. ასევე ყურე ნახეთ ამ სასმისი ჩამოატარა გაინაწერეთ ერთ შორის ხო თქვა? მე თქვა აღარ შევსვა მოაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო და შემდეგ რას აკეთებს უყურე? მე-19 მუხლი. აიღო პური, მადლის შესცირა, გატეხა, ანუ პური არის ებრაული მაცაქვია, ესეთი თხელი, ვაფლივით პური არის. გატეხა ესენი მის ამ მოწაფეებს და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად. დამთავრდა. არავით არის ცოდოთა მიტევება, არავით არის სიკვდილი, არავით არის არაფერი. ეს ჩემი სხეულია, ებრაულ მაცაზეა, საფისეპისკორზე არ ამბობს. გატეხა, კი არ დაჭრა და რაღაცები კი არ ჩაუტარა იქ ჯადოქრობები, როგორც ეს მამაოები ატარებენ. და იძახია რომ ჩვენ მოციქულთა ტრადიციაა, საწერია რომ იესოს არ ჩაუტარებია ესეთი პრაქტიკა. ესენი საიდანებს იგონებენ. აი მამაბასის მაგალითს ველაპარაკე. შენ ეკლესიას რას ეძახი? შენ რას ეძახი შენ წირვას? შენ რას ეძახი შენ ლიტურგიას? პროს კომედიაზე პურს რო ჭრი და ესაიას წინასამეტყველების სიტყვები მოყავს, ტარიგი რომელი მარადის დაიკლის. რატო ვაკეთებ ამას? რა მარადის დაიკლის? ხო არ უჟუჟუნებ შენ. კაცმა თქვა ეს არის ჩემი სხეული, რომელიც თქვენთვის მიეცემა და არა მიცემულია უკვე იმ დროს უკვე კი არ გადაიქცა ხორცად, არამედ მიეცემა მომავალ ტანჯვაზე და ჯვარცმაზე აქ მინიშნება. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად, ცოლათა მისატევებლად კი არა. მოსაგონებლად გააკეთეთ, ხალხო. აი არც ერთ მღვდელს მე ვერ მანახეთ ვერც ერთ მღვდელს, ვინც ლუკას ახარებას ეთანხმებოდეს და ლუკას ახარების მიხედვით ატარებდეს წირვას. არ არსებობს ეგეთი მღვდელი. ყველა იძახის აი მათემ ესე დაწერა, მათემ ისიც დაწერა რომ იესო მარტო ისრაელის დაკარგული ცხოვრებისთვის მოვიდა. სხვა ფეხებზე დაიკიდა. მართლა ეგრე ამბობს იესო. მათეს ახარებაში და მათეს ახარების მიხედვით იესო ქრისტე არის იოსების პირდაპირი შვილი. ძე არის. მე-16 მუხლში ჩახედეთ, ქმარი მარიამისა წერია და არა ცოლი იოსებისა, ვისგანაც იშვა იესო. აქცენტი გამახვილებულია იოსების გენეალოგიაზე, რომელიც არ მიდის ქრისტესთან. რა შუაშია ქრისტეს გენეალოგია, რომელიც არ მიდის აბრაამთან და დავითთან. ან დავითი რატო დააყენა აბრაამზე წინ? იმიტომ რომ ებრაელები ადიდებენ. ბენ დავით მეშიხე ხარო ყვირიან ებრაელები. ბენ დავით ედოდებიან ანტიქრისტეს და კი მოუვათ ანტიქრისტე. იესო არ იყო მაგათი პაკალენი, არ იყო დავითის თესლიდან, არ იყო მათი ებრაელი. რა ვიცი, საიდან აი არ ვიცი უბრალოდ ხალხო ეს ვინები არიან ჩემი. როგორ იყო იესო ებრაელი? იესო მოვიდა ყველასთვის. ასე ასწავლიან ხო? შენთვის დაიკლაო, შენი ცოდებისათვის დაიკლაო და შენ გაჭმევთო. რას მაჭმევ, რა დაიკლა? მათეს ახარებას თუ უჯერებ, მათეს ახარების მიხედვით მხოლოდ ისრაელის დაკარგული ცხოვრებისთვის მოვიდა. სხვას როდი მოვლენი ვარო, პირდაპირ ამბობს კაცი. სხვას როდი მოვლენი ვარო, მარტო ისრაელის დაკარგული ცხოვრებისთვის მოვიდა. მხოლოდ რა ქართველი? რა რომაელი?
ეხლა ნახე, ეს სასმისი ხო ჩამოატარა ეს ყველაფერი არის, ტრადიციული პასექის დღესასწაული როგორ ტარდებოდა, ეგ მინდა თქვენ დაგანახოთ. პურის ეხლა მეორე და მესამე რას აკეთებს, უყურე? აიღო ისევ, ესე პირდაპირ წერია, ისევ ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ, პურის ტეხის შემდეგ. ხედავთ უკვე ნახე რა ხდება. სერობის შემდეგ, სერობის დასაწყისშიც სასმისს ეძებს, მერე პურს ტეხავს და ამ ყველაფრის ბოლოს უკვე სერობის შემდეგ ისევ სასმისს იღებს 20 მუხლია ლუკას სახარების 22 თავი. და თქვა, ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, ჩემი სისხლი კი არაო, ჩემს სისხლში არის ახალი აღთქმაო. თან ეს სასმისიო. თქვენთვის რომ დაიღვრება და რა უკვე დაითხია. ანუ დაიღვრა კი არა, დაიღვრება მომავალში ისევ ჯვარცმაზე მიანიშნებს. მომავალზე საუბრობს. ანუ იმ დროს კი არ გადააქცია ეს ღვინო სისხლად ხალხო. დაიღვრებაო, მერეო. და ესენი მელაპარაკებიან უღირსად ზიარებაზე ხალხო. და თითქოს იქ რაღაცა სისხლად და ხორცად გადაიქცევაო ღვინოო და პურიო. აი წარმოიდგინე რა დონის სულიერი ავადმყოფები არიან. სასულიერო პირები, აი განსაკუთრებით გიგნაძე, რა დონის სულიერი ავადმყოფი არის. ლუკას სახარების 22 თავი დაუდე წინ. და თვითონ წაიკითხოს. თქვენ ხმა არ ამოიღოთ. თვითონ წაიკითხოს თავიდან ბოლომდე. მერე თუ გარკვევა უნდა თავის რაღაცა იმებს კი არ დაეკითხოს თეოლოგებს და იდიშე ჭელიძებს, იდიშე ჭელიძემ არაფერი არ იცის. გამოსყიდვის დოგმაზე ლაპარაკობს, კაცი გაგებაში არ არის ესაია წინასწარმეტყველი ვინ იყო. ესაა წინასწარმეტყველი იყო იახვეს კაცი. აბრაამის გამომსყიდველი ეწოდება იახვეს. არაფერი კავშირი აქვს ამას იესოსთან ხალხო. მხოლოდ ისრაელის ხალხის გამომსყიდველია იახვე. იესო არ არის არც იახვე, არც ძველი აღთქმის ღმერთი, არც ებრაელების ღმერთი ხალხო. ეგრო ებრაელების ღმერთი ყოფილიყო, პირველ რიგში ებრაელებს უნდა მიეღოთ მესია და ცხებულად და უნდა ეღიარებინათ. იმიტომ არ აღიარეს რომ ეს კაცი იესო ქრისტე უარყოფდა რომ დავითის შთამომავალი იყო. პირდაპირ წერია. თუ დავითის შთამომავალიაო კაცის ძეო, რატო უწოდებს რომ მაშინო დავითი თავის ძეს უფალად რატო ხადისო? ვით არ იგი ძე იმისი არსო, ხო არის ძველ ქართულად. ანუ ამიტომ დაგმო ის წარმომადგენლობა არ იყო ებრაული. და ის რაღაც წინადაცვეთები და რაც მათეს სახარებაში წერია, ჩვენ ვერ ნახავთ სხვაგან რომ ეს წერია დასტურდება რომ იესო ქრისტეს წინადაცვეთეს. მე წინადაცვეთილი ღმერთს არ ვიცნობ და თქვენ თუ გინდათ ეს წინადაცვეთილი ღმერთი და ებრაელთა ღმერთი ყავდეთ მაგ ტაძრებში. მე არ მინდა. არ მინდა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი ღმერთი. ქართველების ღმერთი იესო ქრისტე არ არის, ებრაელი მით უმეტეს. და ნუ იტყუებთ თავს. არც ეგზიარება არ არის გადამჩენელი წყარო, როგორც მამაოები გეუბნებიან, რომ მართლმადიდებლობაში ახსნა და აღსარება ზიარებით ხდება წყონება. აღსარება ზიარებით არ არის გარანტი თქვენი ცხოვრების, იმიტომ რომ იუდა წარწყნა და პეტრე მათ შესწოდა. წარწყმედის კანდიდატები გახდნენ. მოციქულები. და თვითონ პეტრე პავლეც ამბობს, ხო, რომ ვინც ხშირად ეზიარებაო და ვერ განჭურიტაო ღმერთის სისხლით და ხორციო, ბევრიო ცუდად ხდებაო თქვენ შორისო და ბევრი კვდება კიდევაც. მინდა მე ხა სიკვდილი, მინდა მე ხა არასწორად მიიღება კაცო. არ მინდა დამანებეთ თავი თქვენთვის მომენტია მაშინ. თუ თქვენ ძალიან გიყვართ ეს გიგნაძეები და ეს რაღაც ბარძიმები ზიარება, კი ბატონო იარეთ. ეხა გავაგრძელებთ, ნახე რა ხდება. ასევე აიღო სასმისის ეს თქვით ხო, ეს სასმისი ახალი აღთქმა ჩემს სისხლში თქვენთვის რომ დაიღვრება. პირდაპირ გაგებით, ეს სასმისი, რომელიც აიღო იესო ქრისტემ, ახალი აღთქმა ხო არ არის? არ არის, ხო? როგორ შეიძლება სასმისი იყოს ახალი აღთქმა? თან ჩემი სისხლის მიერო, რომელიც დაიღვრებაო, მომავალში დაიღვრებაო. არ არის არანაირი სისხლის ღვინოთ ქცევაზე მან საუბარი. გაითიშა ის ინტერის კომპიუტერი გამეთიშა. 22 თავს დამელოდეთ მოვიტანე ხათ სახარებას და იქიდან გავაგზავნე. ეს ტელეფონი, კომპიუტერი დამიჯდა და მოვალე ერთად დამელოდეთ. აჰა, გავაგზავნე. ლუკას სახარება 22 თავი.
ანუ პურიტეხის შემდეგ მეორე სასმის იღებს, მეორეჯერ სერობის შემდეგ და ამბობს: ესე სასუმელი ახალი ჯვრისაი სისხლისა ჩემისაი თქვენ და დათხეული, თქვენთვის დათხეული. ხოლო ახლა ხელი გამცემისა ჩემისაი ჩემთანა ტაბლასა ზედა. ხედავ, აქ უკვე შეცვალეს. აქ უკვე შეცვლილია, ხედავ? ბერძნულში წერია სისხლი, რომელიც დაითხევა მომავალში, აქ ამბობს, რომ დათხეული. ანუ ჯვარცმის სისხლის გამომსყიდველ ფუნქციას უკარგავს. თუ დათხეულია უკვე იესოს ჯვარზე დაღული სისხლი საჭირო აღარ არის. იმიტომ უკვე დაითხია. ხვდებით ხო, როგორი გაყალბებულია ეს? ეს არის ხოთაშორის მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის გამოცემული. აი ეს. გადაკეთებული, გადმოკეთებული. იმიტომ ვიძახ ხოლმე, წაიკითხეთ ბერძნულიდან თარგმნილი. ახალი და ძველი წურიების დამუშავებულია, მაგის დობა არ შეიძლება. იესო ქრისტე ქართველია და ჩვენი ღმერთია. იაღოველების საქმეთ ცუდად არის შარში ხართ. მე საიდანაც მოდის ინფორმაცია, აი ეკლესიიდან, ხო? იქიდან გელაპარაკებით, რომ ეს ქრისტე, საიდანაც აი ესენი ლაპარაკობენ, არის იუდეველი. პასექის დღესასწაულს ასრულებს და ზიარებას, რატომღაც ზიარება გადმოვაგდოთ. თუ ამით არ ხელმძღვანელობთ, მაშინ მიდით და იმ მღვდლებს მოსთხოვეთ პასუხი. უთხარით, რომ თქვენ არაფერი არ გესაქმებათ აქ და გამოყარეთ ტაძრებიდან. ჩვეულებრივად უფლება გაქვთ მაგის. თუ მაგის პრეტენზიას აცხადებთ, რომ იესო ქრისტე ქართველების ღმერთია, წადი და ებრაელები გამოყარეთ ტაძრებიდან მამაოების სახით რო გიზიანიქა და შვიდსანთელმენურები რო აქვთ იქ ტაძარში. გამოყარეთ პირდაპირ. დაიწყეთ მაგათი დევნა და გამოყრა დაიწყეთ. სახელმწიფოს მოსთხოვეთ მოსახლეობამ რომ ააკრძალონ წირვალუცების ჩატარება და საერთოდ ამ მღვდლების სახურება. და მთლიანად გადაეცეს ქართველებს ეს ტაძრების და ყველაფერი, წირვების და ყველაფერი და ჩაატარეთ თქვენებურად მაშინ. და დააბრუნეთ იქ მამა ნიკოლოზის და იმსახურეთ მაშინ. გაუქმნეს საპატრიარქო და როგორც თქვენ გეხოშებათ, ეს კაი ტერმინი არის, ისე გააკეთეთ მაშინ. დააწვით ეს ბიბლიები, ეს სახარებები, რაში გჭირდება, ყველაფერი ებრაელებზე წერია, აბსოლუტურად მუხლს ვერ მანახებთ, სადაც იახვესთან არ გაგდებთ. ყველა მუხლი გაგდებთ იახვესთან. და იესო ქრისტეც და პავლე მოციქულიც იყვნენ ფარისეველთა წრიდან. ფარისევლები აღიარებდნენ სულის უკვდავებას და მკვეთრ დაღდგომას. ასე რომ ფარისეველი სიტყვა არ არის ცუდი. პავლე პირდაპირ ამბობს, მეო ფარისეველი ვარ ჯურითო, გამალიაის ფეხქვებ გარძელიო, მაგრამ ვაღიარებ ქრისტეს აღდგომას. ფარისეველი და ქრისტიანი შენ გინახავს სადმე? აგერ აქ სახარებაში გიწერია პავლე ამბობს, რომ მე თან ფარისეველიც ვარ, თან ქრისტესაც ვაღიარებ. შეიძლება ესეთი რაღაცა იყოს. მოსე და ქრისტიანი, გაგიგიათ ეგეთი რაღაცა. მე არ გამიგია. აი სახარება მაგას გასწავლით, რომ მოსე ქრისტიანი იყო. დავიკითხოთ, გავაგზავნოთ. ხოლო ახლა ხელი გამცემელისა ჩემისაი ჩემთანა ტაბლასა ზედა. ძესამე კაცისა იმის გავსეთ განჩინებულისა მისცა წარვას, ხოლო ვაიარს კაცისა მის ვის მიერ მიეცემის იგი და მათ იწყეს გამოძიება თურთიერთას ვინაიმე არს მათგანი რომელსა ეგულების ესე ყოფათ. და იყო ცილობაიცა მათ შორის ვითარმეთ ვინმე დიდში იყოს მათ შორის. ეგ უკვე აღარ არის საჭირო, ეხლა მათ ვინ არის ჩვენ შორის დიდი, ეგ უკვე სხვა თემა იწყება. და იესოენება ვისაც თქვენ შორის პირველობა უნდა იყოს თქვენი მსახური. მე ხა მინდა თქვენ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით და ამით დავასრულებ. ზოგადად პასექის დღესასწაული, რომელიც ტარდებოდა ებრაელთა წრეში, ასე ტარდებოდა. იყო 4 სასმისი სუფრაზე, იკლებოდა კრავი, აუცილებლად უნდა დაკრულიყო ცხვარი, კრავი. როგორც ლევიანთა ჯულში წერია, გამოსვლის დღის აღსანიშნავად. გავიგეთ მიქაელ შენი ისა, მაგის დობა არ შეიძლება გასაგებია. რომ გამოუყაროთ ხალხი საჭიროა. იუდეველებმა კონტროლში აიყვანეს ყველაფერი, ფარისევლებს იესო ებრძოდა. ხო, სახარებაში ფარისევლებს იესო არ ებრძოდა, პირიქით, ფარისევლები ეხმარებოდნენ იესოს, რომ გაეპარებინათ და სადუკევლებს არ მოეკლა. ფარისევლებს იესო არ მოუკვლიათ. ფარისევლები პირდაპირ აგერ ერთ-ერთი მაგალითი, რომ ის ფარისეველი იყო ნიკოდიმოსი, იესოს ეთანხმება ყველაფერში და ხელზეც იამბორე და დაუჩუქა. მეორე ფსალმური წერია, იამბორე ძეს რომ არ განეცხდეს იქ. აღიარეს. ფარისევლებმა იესო ჩუმად აღიარეს. ნიკოდიმოსი, გამალიელი, ესენი ფარული ქრისტიანები იყვნენ. ფარისევლები იყვნენ. პავლეც ფარისეველი იყო, აღიარა ქრისტე. ფარისევლობა ცუდად არის მოხდრილი ყურში ამ ქრისტიანებში. არ არის ცუდი სიტყვა ხალხო. ქრისტეც ფარისეველი იყო, ფარისევლებთან მოვიდა. ჩემიანებთან მოვიდა, თავისიანებთან მოვიდა, თავისიანები არ მიიღეს. ხო გიწერიათ იოანეს სახარებაში. და ლუკას სახარებაში ფარისევლები ცდილობენ რომ იესო გაარიდონ, რომ ჰეროდე მის მოკვლას აპირებდა. ჰეროდე სადუკეველი იყო. სადუკეველთა სამი სექტა იყო იუდაიზმში. ესენიანები, სადუკევლები და ფარისევლები. ფარისევლები მკვეთრ დაღდგომას აღიარებდნენ მესიის მოსვლას, სადუკევლები სულის უკტავებას აღიარებდნენ, საიქიო ცხოვრებას უარყოფდნენ, ჯოჯოხეთის არსებობას უარყოფდნენ, როგორც იაღოველები
და ესენიანები კი ორივეს აღიარებდნენ. მესიის განმარტობასაც, მოსვლად და ასევე სულის უკთავებასაც და ჯოხეთის არსებობასაც. სამივეს აღიარებდნენ. რასაც სადუკეელები და ფარისევლები არ აღიარებდნენ. მოკლედ ახლა შორს ვარ წავიდე, მე მინდა დაგანახოთ რა მოხდა პასექის სერობაზე. პასექის სერობაზე იყო 4 სასმისი ღვინო. და პირველი რო სასმისი ვაწია დაურიგა ერთმანეთში და არ უთქვია რომ ეს ჩემი სისხლია, ან რომელიც დაითხევა ან რაღაცა. არა, საერთოდ არ უთქვია რომ ეს ჩემი სისხლი და ხორცია, არა. ჯერ ერთი კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს რომ იქ ბუკვალურად არ არის, ანუ ეს არის მეტაფორული გამოთქმა, რომ ის ხორცს შეიძლება ძეც უწოდოს. შეიძლება იმ ღვინოს სისხლადაც და ძედაც მოიხსენე. ხა პირდაპირ გაგები ძეს ხო არ იტყოდა, მაგრამ წერილი ძეს უწოდებს ქრისტეს სისხლს, რომ ძედაც მოიხსენიება. პავლე ამბობს რომ ერთი სულისგან გვისვავს და ჩვენ ერთი ძით ვიკვებებით და ერთი ძის დალევა გჭირდებათ კლავინდებურად. ბიბლია ორიებმა გადაწერეს ქართული სახარებიდან საგანძურს დაუჯეროთ. ხო, ნახე რა ხდება ახლა უყურე. 4 სასმისი იყო პასექის სერობაზე და იყო ებრაული მაცა. ლუკას სახარების მიხედვით ესე იყო. რაღა ახლა გათიშეს ამათაც. და ეს მტკიცდება ლუკას სახარებიდან რომ იესო ქრისტე მეორეჯერ აიღო სასმისი პასექის შემდეგ უკვე. სერობის შემდეგ იღებს უკვე სასმისს. და არა მანამდე. მანამდეც აიღო და მერეც აიღო. ორჯერ იღებს ამას. ლუკას სახარებაში. მაგრამ არ არის მითითებული რომ 4ჯერ ჩატარებულიყო. ნახეთ, ყურადღება რამე გამახვილოთ, დანარჩენი ის არ არის მოყვანილი უკვე მერე რა მოხდა და რანაირად ჩატარდა პასექის სერობა. აუცილებლად 4 სასმისი ღვინო უნდა დალეულიყო და აქ უკვე გამოტოვება არის და ლუკა ამბობს უკვე დასასრულს სერობის შემდეგ უკვე კიდე აიღო ეს სასმისი. თუ თავშივე უკვე სასმისის სეროსი აიღო და სასმისი აიღო და სერობა ჩაატარა, მე რაღაცა ამს ამ სერობის შემდეგ კლავინდებურად აიღო სასმისი. ხო ჩდება კითხვა, ორჯერ იღებს? არა. ეს უკვე ბოლო მეოთხე სასმისი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა დალეულიყო. 4 სასმისი. არავითარი ბარძიმი კოზი და ერთხელ ზიარება იქ არ მოხდა. ზიარება არ არის იქ. ებრაული ტრადიციით გეუბნები თქვენ, რასაც ებრაელები ატარებენ პასექის დღესწაულს. და მგონი დასინია კიდევაც ამ მამაოებს, რასაც ესენი აკეთებენ და რა თქმა უნდა, დასაცინიც არიან, იმიტომ რომ პავლე ებრაელი იყო, ქრისტე ებრაელი იყო სახარების მიხედვით და იოანეს სახარებაში ამბობს რომ ხსნა იუდეველთაგან არის. ანუ მე მინდა დაგანახოთ რომ იესო ქრისტე აი სახარებისეულად არ არის ქართველების ღმერთი. ამას მათე გეუბნებათ, იოანეს გეუბნებათ, ლუკას გეუბნებათ, 4-ვე מחარებელი გეუბნებათ რომ თქვენ წილიც კი არ გაქვთ იესო ქრისტეში. არავითარი კავშირები არ გაქვთ თქვენ ქრისტეში, იმიტომ რომ ქრისტე იუდეველებისთვის მოვიდა. პასექი იმათთვის ჩაატარა და ისინი აზიერა. მარტო 12 გამოარჩია, თან როგორი მიკერძოება ხედავ 70 ყავდა და მაინც და მაინც 12 გამოარჩია. ებრაელები და ის 70 მიყავდა გასარკვევია კიდე. რამდენად იყვნენ ებრაელები, იმიტომ რომ იმაზე იძახიან კლიმენტი რომელზე იძახიან რომ 70-დან მოწაფე იყო. რახან წარმართი იყო არ აზიარა ესე იგი. წარმოგიდგენია თქვენ. არ ქონდა წარმართს ებრაელთან პური გაეტეხა, მაგის ჭამის უფლება არ ქონდა. და მაგიტომ მოხდა პეტრესა და პავლეშვილის დაპირისპირება, რომ შენო წარმართებთან და პურის ჭამის ეგ ცხვენია გადაჯექიო და ქრისტეში კიდე ყველა ერთი ვართ. დაპირისპირება მაგითო არ მოხდა? ნახეთ. ხოლო გეტყვი თქვენ თქვა მათ ხო, დაუდეს დაჯდა იგი, ოდეს იყო ჟამი დაჯდა და 12 მოციქული მისთანა და თქვა მათ გული სიტყვით, გული მithkomი და პასექს ამას ჭამა თქვენ და ვიდრე ნებავდე ჩემდა. ხოლო გეტყვი თქვენ აღარავ ჭამო ამირიდან ვიდრე აღესრულოს სასუფეველსა შინაღვთისასა. იესო ქრისტე აღარა ჭამს არაფერს. ის მამის სასუფეველს ელოდება რომ იქ ჩვენთან ერთად შეჭამოს. ჩვენთან ქართველებთან კი არა კაცო. ებრაელებთან 12 მოწაფესთან ერთად. და მოიღო ნახე რას არია მე-17 მოხში 22 თავის და მოიღო სასუმელი სასმისი ანუ და ხმადრუდა თქვა მიიღე და განიყავეთ თქვენ შორის. თავისა თქვენისა. ერთმანეთში გაინაწილებთ. აქ სათხედავთ ტრადიციულ მართლმადიდებლურ ზიარებას, ბარძიმით და კოზით ხალხო. ერთმანეთში გაინაწილებთ ეს სასმისიო. პირველი სასმისია საუბარი, როცა სერობა დაიწყო. აკურთხა სასმისი ჩამოატარა. მე ნახე რა წერია მე-18 მოხში. ხოლო გეტყვი თქვენ ამიერიდან არ ღარავსვამ ნაყოფისგან ვენახისა. ანუ რაღაცა ამ სისხლს, ამ ღვინოს სისხლს კი არ უწოდებს, ვაზის ნაყოფს უწოდებს, ვენახის ნაყოფს. ვიდაპირ ეთქვა რომ ეს სისხლია ჩემი და სო დამთავრდა. არ უთქვია ეს, არა. ხო, მე-19 მოხში ნახე რას ამბობს ამ ყველაფრის მერე სასმისი ჩამოატარა. იმიტომ ვიმეორებ ხშირად რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საკვანძო საკითხია. ზიარებასთან, ტრადიციულ ზიარებასთან, როგორ დამახინჯებულიც აიღო, თქვენ მინდა რომ დაგანახოთ, თქვენ როგორ დამახინჯებულად ატარებენ პროსკომედიას და ზიარებას მამაოები. და მოიღო პური
ღმადლობდა განტეხა და მისცა მათ და თქვა: ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული. ამას ყოფდით მოსახსენებლად ჩემდა. როდის მიეცა ეს ხორცი? რა თქმა უნდა, მომავალში. რატო ამსაქარო მიცემული? თითქოს უკვე მიცემული არა. ესეც დამახინჯება არის. აქ არის საუბარი მის მომავალ ტანჯვაზე. და აქ არ ვთქვი, რომ პირდაპირ გაგებით ეს პური არის ჩემი სხეული. არა. აქ არის იგულისხმება პურში სული წმინდა. ეს არის თქვენთვის მიცემული. პური, ანუ ლოგოს სიტყვა და არა სხეული. და თუ სხეული არის, როდის იყო მიცემული? კითხვა ჩდება, მამაო. რა თქმა უნდა, ჯვარცმამდე არ იყო მიცემული. აბა რატო ამბობს უკვე მიცემული თქვენთვის? ორივე წინააღმდეგობაა. მიეცემაც წინააღმდეგობაა და მიცემული წინააღმდეგობაა. თუ მიმტკიცებ, რომ ეს უკვე მოხდა და ეს პური ხორცად აქცია, მაშინ მიცემული ვერ იქნებოდა. ანუ ჯვარცმის საჭიროება აღარ იქნებოდა თუ ის პური უკვე ხორცად აქცია. ხო ხვდებით? თამით უმეტეს დამტრეული, ანუ დალეწილი და მკვდარი, ასე ვთქვათ. გამორიცხავს ქრისტეს ჯვარცმის აუცილებლობას. აი ეს მოხლით თუ თქვენ მეუბნებით, რომ უკვე მიცემულია ეს ხორცი. გავაგრძელოთ. ამას ყოფდით ჩემ და მოსახსენებლად. ცოდების მისაწევებლად კი არა, მოსახსენებლად. ანუ რომ დავждდებით და პურს ვტეხავთ, ქრისტეს ღვაწლი უნდა გავიხსენოთ ჩვენთვის, რა გააკეთა, როგორი მოვიდა, როგორ მოიტანა სასუფეველი და რა სიხარული შემოიტანა ჩვენს გულში. ახარება, ხო? და მე-20 მუხლია საინტერესო. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა მოიღო და თქვა: სერობის შემდგომ, ანუ სერობის ბოლოს დასასრულს უკვე, ბოლო მე-4 სასმისია საუბარი. კიდე აიღო ეს სასმისი და ასეთ რაღაცას ამბობს. ესე სასუმელი ახალი ჯურისა სისხლისა ჩემისაი თქვენთვის დათხეული. ხედავთ, აქაც ჯვარცმის აუცილებლობა უარყოფილი, თუ ის სისხლი უკვე დათხეულია ამ სასმისის სახით. მაშინ რაღაც საჭიროა იქ ჯვარზე დათხეული. ამიტომ არის ბერძნული წაიკითხეთ მე გეუბნებით, რომ ეს არის ყალბი მეგობრებო, ბერძნულში წერია დაითხოვა მომავალში და არა უკვე დათხეული. ყველა სახარებაში სადაც ნახე, სადაც ახალ ქართულად არის თარგმნილი, ყველგან წერია სისხლი, რომელიც დაითხოვა და სხეული, რომელიც დაინტრება, მომავალზე საუბრობს. და თუ ეს მეუნება, ეს მუხლი, რომ აქ უკვე ახსრულდა და სისხლად იქცა, აღარ არის. მაშინ ჯვარცმის აღდგომი, ჯვარცმის გამოხსნელი, ანუ ჯვარცმის სისხლს უარყოფს რა, აუცილებლობას, ჯვარცმის აუცილებლობას უარყოფს. ჯვარცმის გამომსყიდველი სისხლის აუცილებლობას უარყოფს, მაშინ ეს თუ ამ დროს მოხდა უკვე. სისხლად ქცევა ღვინოსი. მაგრამ აქ არ ამბობს, რომ ეს ღვინოს სისხლი არის, არა, ნახე. ეს სასმისიო, ანუ ეს ღვინოო, ახალი აღთქმაო ჩემი სისხლის მიერო. რა თქმა უნდა, პირდაპირ გაგებით სასმისი არ იყო, არც ღვინო არ იყო ახალი აღთქმა, ხო? თქვენ ყველა იყავითო ჯვარცმაზე, ჯვარცმა გარდაუვალი არ იყო. ხო. და ამით ამოსმენე, ხოლო ახალ ხელი გამცემისა ჩემისა ჩემთან არს. ტაბლასა ზედა. ანუ, როცა ეს ყველაფერი შეასრულა, ზიარებას რომ ეძახიან ეს მამაოები, იუდაც იქვე ეჯდა, არსად არ გასულა. იუდა იქვე ყავდა. ანუ იუდა აზიარა. არ დაუწყია იმას უღირსად ეზიარები, აღსარება ზიარება, ჩამაბარი აღსარება. ჯერ აღსარების დეფინიცია რა არის? აღსარება არის წმენის ამსარებლობა, ანუ რა ამღიარებელი ხარ, იდეოლოგიის ამღიარებელი ხარ, რა საწოებიო რო იტყვიან რა. თავიდან ბოლომდე გატყუებენ ხალხს. თუ ჩემი არ გჯერათ, აი ეს ლუკას ახარების 22 თავი წაუკითხეთ, თავშივე პასექის დღესასწაულის აღნიშვნით იწყება. და თუ ჩემი არ გჯერათ, ნებისმიერ რაბინს ებრაელს შეიკითხეთ, როგორ ტარდებოდა ებრაელებში პასექის დღესასწაული და როგორ აღნიშნავენ დღეს ებრაელები პასექის დღესასწაულს. აგერ კაცმა ორჯერ აწია სასმისი. ერთი სერობის წინ, მეორე სერობის დასასრულს, ბოლო მე-4 სასმისი. აი ესე იყო თქვენი რეალურად თქვენი ისტორია იესოს და მისი მოწაფეების ზიარებასთან დაკავშირებით. დაგემშვიდობებით, დანარჩენი თქვენი კვლიეთ. მადლობა მოსმენისათვის.